გუშინ ღამე წავედი საღამოს ესე 8-ზე სახლში მივედი წავედი სახლში რომ დილით უკვე დანიელი წამეყვანა სკოლაში და გუშინ არ დავრჩი აქ როგორც კი ავრჩები აი ნახეთ ახლა ვიდეოს განახეთ როდესაც მე დედაჩემთან ვარ მადლობა მგოჩი მადლობა დიდი მადლობა დედა რამდენი მაკოცა всё спасибо ხალხი მადლობა მოდით ვინ არის ისეც ახლა რომელი ვიცოდეთ ახლა რა არის ახლა მოდიში გამოგიდა და იყოს დიდი მასი არ გინდა აი ესე კონდეს ანა გამოგთართა ასასვლა რო ქონდა ის რო დაიხარა ძალამაზად იყო უკვე ხაირო ზახაძიძე შემოდი და აი ახლა როდესაც არ დავრჩი დედაჩემთან ვერავინ ვერ უვლის მირეკავდნენ მითხრეს თემთან მორიგეს გამოვართვი ნომერით მიღამე ვრეკავდი თან ვრეცხავდი დავიბანე ექიმი მეკითხება აქო როგორი იბანთოთ და მეთქვი 90 გულში გავიგრო 90-იანები მაქვს გამოვლი 90-იანების შვილი ვარ ნაწილ დაბანა ჩვენ რო ვიცით ქართველებმა თაობამ ესე კარგად გონი არავინ არ იცის ვასწავლოთ ერთი ამათ უწყლობა და უშუქობის დროს როგორ შეიძლება წამებში დაიბანო ყველაფერი ხო და მოკლედ მეუნებიან რომ ვერ აჭამეთ ვერაფერი მოვედი ყველაფერი მივართმევინე ესე იგი აქ სახლიდან გაკეთებული წამოვუხე რომ მეთქე თავარია რომ მოვიდეს ვერ აჭმევენ, ვერ აგრესიული არის, მოვლას არ ექვემდებარებაო, სანამ არ დავაწყნარებ თუ მანამდე სახლში არ გავწერთო, არ ექვემდებარება, ანუ საშიში არის, იმიტომ რომ არ ექვემდებარება მოვლასო, ანუ ვერავინ სანამ არ გათიშავენ, ვერ უვლიან. მოვედი და ისე. აი ეს მდგომარეობაშიც კი სადღაც ჩემი ხმა ჩაესმა და რომ თხოვე გამიღუპინი მანამდე ვერავინ ვერ აჭამა ამიტომ ვინც მიწერდი და აჰა ბატონო ესეც განახათ ღმერთმა ვერავინ ვერ მოვლის ვერავინ ჩვენ შობლებს იმაზე უკეთესად ვიდრე ჩვენ მოვუვლით წამლები აი ინტუიციურად გრძნობთ გესმით აი რატო არ გვისმენთ კომენტარებში რომ იწერ ჩააბარეთ და შენზე კარგად მოვლიან ისინი ჩემზე კარგად თვლიან ვერ აჭმევენ ვერ უცვლიან სანამ არ გათიშავენ და ამიტომ არ ვუსმენდი არ მე ერთადერთ ვისაც ვუსმენ ყოველთვის ეს არის ღმერთი და ღმერთი კიდე ჩემში არის ჩემ გულის ხმას თუ თქვენი და ჩემი გულის ხმა დაემთხვა ერთმანეთს რა თქმა უნდა ყოველთვის მოგისმენთ მაგრამ როდესაც უდიდეს წინააღმდეგობას გრძნობდი რა თქმა უნდა არავის არ მოусმენდი იმიტომ რომ გავაკეთებდი იმას რაც დედაჩემისთვის უკეთესი იყო და ამას მეუნებოდა ღმერთი ახლა რაც ვიზავ საავადმყოფოში არის და სხვა გზა არ მაქვს და ყავდი და ჩემი ასე როდესაც ისედაც წყნარად არის უფრო გათიშული არის და მერე კი არის აგრესიული ეხა მაგაზე ფსიქოლოგს ვისაუბრე და რომ უყევ დედაჩემის ისტორია ღმერთო ჩემო გონი ფსიქოლოგი დაჭირდა ეხლა წავა მოუყვება ტრავმა მიიღო ეს რა თქმა უნდა ხუმრობით თუმცა მართლა შოქში ჩავარდა ხალი რომ მოუყევ ყველაფერი კიდევ კარგი ჩემს არაფერი მომიყოლია თორე იმიტომ არის ეს მდგომარეობაში და ჩემი არ ქონდა მას მარტივი ცხოვრება და ვერ გაუშვა ის ტკივილი და მაგლიერი ვარ რომ მასწავლა მე ტკივილის გაშვება დამანახა სურათი თუ ისევ ტკივილში, წყენაში, მიუტებლობაში ვიქნებოდი
გამელოდა წინ. ძალიან მადლიერი ვარ დედის. ეს რომ ახლა ვხვდები რომ მითხრა ექიმმა რომ შენ რო არა 4 წელი ბერი ცოცხლებს და დედა შენიო რას გულისხმობს ამ ყველაფერს ვერავინ ვერ მოუვლიდა ვერავინ ვერ მოუვლის თქვენ მშობლებს თქვენზე უკეთესად დაიმახსოვრეთ ეს წავედი ხა აქ ეგთანი არის yes please აბა დროებით